მოვედით Super Home-ში, სანამ აიანებაზე წავალთ, იმიტომ რომ უნდა ვიყიდოთ ხელის ბლენდერი, ამიტომ უცბად შევირბინოთ, ვნახოთ, თან დაგათვალიერებინებთ ამ გიგანტურ მაღაზიას, აი ყველაფერი იყიდება და ძალიან მიყვარს აქაურობა და წავიდეთ ახლა და ვიყიდოთ ბლენდერი. აი ეს მანქანა მოგცეს ამჯერად, Mazda არის ულამაზესი, თან ძალიან კარგად დადის. ესეც ჩვენი Super Home-ი. ნახოთ რა ხდება. ეს არის მაღაზია, სადაც აბსოლუტურად ყველაფერს იპოვით, თან ძალიან კარგ ფასებად. ნახეთ რამდენი რაღაც იყიდება. უშველებელი მაღაზია არის. ოს რა კაია. არ ვიცი ეს მინდა თუ არა, მე ისეთი წიკიანი ვარ, რომ აი ეს საწყროპი რაც არის, რომ დაიმტვერება აღარ დავლევ, ამიტომ ფიქრობ. ეს ანუ ხელის არ არის, ჩვეულებრივი არის, მაგრამ ესეც კაია. ყავის აპარატები. ეს კაი რაღაცა. შემახედა? ჩოფერია, ჩოფერი. ჩოფერიცაა და ბლენდერიცაა და. კიდეთ ყველაფერი და ახლა უკვე მივიდივართ აიანებასკენ. მისი ბიჭზე პარკინგი სავსეა. ძალიან ბევრი მანქანაა. და ვნახოთ რა ხდება სანაპიროს. ისეთი თეთრი ვარ, რომ არ ვიცი. უნდა გამოვასწოროთ ეგ ამბავი. უნდა წავისუსნაოთ, შევჭამთ რაღაცებს და მერე ჩავალთ სანაპიროზე. რას ფიქრობთ? მომეხდება ნეტა. აქაც კი შემხვდა. აქ არის უამრავი ღონისძიება, რომელიც გამოკრული არის, ბანერები არის, შეგიძლიათ არჩიოთ. აი ჩვენი ზორბაც. მოვედით ზორბაში, რა ვჭამოთ? მე ვფიქრობ სენდვიჩები გავაკეთოთ, ხო? ეს არის ნისის ტავერნა, აქ შეგვიძლია მივირთვათ. ნახეთ რა ლამაზი ფერი აქვს ტყალს. შეზლონგებიც უკვე დევს, არის მარტის ბოლო. ცოტა ტალღებია, მაგრამ დიდი არაფერი. ბარები და რესტორნებიც გახსნილია, როგორც ვხედავ. ცოტა ცივა, აი წყალში ნამდვილად ვერ ჩავა. ეს რასაკეთებ? პავეთ თავისუფალი შეზლონგი, ახლა დავისვენებთ ცოტას და მერე გავაგრძელებთ გზას, სადმე კიდევ ახალ სანაპიროს ვნახავთ სავარაუდოდ. მთელი დღე აქ არ ვიყავთ. ცოტაც გავირუჯები, იმიტომ რომ ძალიან თეთრი ვარ, როგორც ხედავთ. უკან მაქვს ესეთი ბარი და ღია არის, ყველაფერი მუშაობს, ყველაფერი ცოცხალია. ადრე რო აპრილში იწყებოდა სეზონი, აშკარად გადმოიწია უკან და მარტიდან უკვე ჩვეულებრივად სავსე არის. მართალია უმეტესობა რუსები არიან და სწორედ რუსები ბანაობენ ამ გაყინულ წყალში და ვერ ვიგებ რანაირად, მაგრამ ხო, ესე ვერაფრით ვერ გაარჩევთ ივლისისთვისგან. უბრალოდ განსხვავებული ის არის, რომ შეზლონგი ვიპოვეთ. ეგ არასდროს არ ხდება ხოლმე სეზონზე. თუ დილის 8 საათზე და 7-ზე არ მოხვედით. მოკლედ ესეთი ამბები არის, დაგებრუნდებით მალე. დავისვენებთ და მერე რამეს ვიზამთ. მოვედით მაკრონისოსის სანაპიროსთან.
ნახოთ რა ხდება, არასდროს არ ყოფილვარ იქ და შესაბამისად ჩემო გამომწერებმაც არ იცით რა ხდება. ამიტომ დავათვალიეროთ ერთად. პარკინგზე ადგილები არის, იმიტომ რომ იმდენი ადამიანი ჯერ არ არის, რამდენიც ზაფხულში ჩამოდის ხოლმე. ამიტომ შედარებით ნაკლები ტურისტია. და ნახოთ როგორი სანაპირო დახვდება. აქ არის არქეოლოგიური რაღაცა აღმოჩენები. თუ გავყვებით ამ გზას, ვიპოვით თან ლამა სანაპიროსთან ერთად შეგვიძლია ისტორიული ფაქტებიც მოვინახულოთ. ნახეთ რა ცოტა ხალხია გავგიშდი. ცარიელია მთელი სანაპირო. ძალიან ლამაზი არის ეს სანაპირო, მართლა ძალიან მომეწონა. განსხვავებულია სხვა დანარჩენი სანაპიროებისგან, იმიტომ რომ რაღაცნაირად მყუდრო არის, ცოტა შეტეხილი არის და ამავდროულად სივრცე გაშლილი არის. ასევე არის კაფე, ოღონდ ბერძნული ტავერნა, გაითვალისწინეთ, მაგრამ რაღაც ჰოთ-დოგებს, ფრის და ბურგერებს ვხედავ. და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი დღე სანაპიროზე რო ხართ, გამორიცხული არ მოგშივდეთ, ან ნაყინი ან ცივი ყავა არ მოგინდეთ. ასევე diving schools ვხედავ აქ. ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი არის წყლის სპორტის მხრივაც და აქ ქირავდება ყველაფერი. პრინციპში სეზონი რომ მოდის ხოლმე ნებისმიერ სანაპიროზე იპოვით სხვადასხვა გასართობს. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ რომ აქ მოვედით, ბოლოს გამახსენდა, იმიტომ რომ მთელი დღე ნისი პირჩზე ძალიან მოსაბეზრებელია და გვინდოდა რომ სადმე კიდევ წავსულიყავით და ეს ლურჯი ლაგუნა და sea caves და რაღაცები უკვე ბევრჯერ გვაქვს ნანახი, რაღაც ახალი მინდოდა და მოკლედ მოვედით აქ. გამიზიარეთ თქვენი აზრი, ასევე თუ გეგმოთ მოგზაურობას კვიპროსში, რა თარიღებში ფიქრობთ. მე მგონია რომ თავარია გამართლება, იმიტომ რომ ახლა მარტი არის, ვინმეს რო ეკითხა ჩემთვის, ვეტყოდი რომ მარტი არ არის სეზონი თქო, მაგრამ ხალხი ჩვეულებრივად ჩადის წყალში ბანაობს და რა ვიცი ფაქტობრივად სეზონი არის, ძალიან გადმოიწია სეზონის დაწყებამ. სხვათა ეს არის დღეს რომ მანქანას ვქირავდით, ამ კომპანიაში ხო ძალიან კარგი ხალხი მუშაობს და მითხრეს რომ ბევრი ქართველი მოვიდაო და რამოდენიმე გვაჩვენაო შენი ვიდეო და ვიცი რომ შენგან მოვიდნენ და მადლობა მითხრეს და ძალიან მაგარი მანქანა გამოგვატანეს. ისე მომწონს Mazda სედანი არასდროს მიტარებია და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ მანქანით, მართლა 10-დან 10 არის. სერიოზულად დავფიქრდი ამის ყიდვაზე. და მოკლედ ძალიან გამიხარდა ეგ ფაქტი, თუ ჩახვალთ ლარნაკაში ან თუნდაც სხვადასხვა ქალაქებში აქვთ ფილიალი, მოკლედ Formula Cars, რომლის ლინკსაც ახლა დავურთავ აუცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ და ამ კაცმა მითხრა, რომ ცოტა შეძლებს და გვართ ფასტაკლებებსაც ვაკეთებდიო და იქნება ან თუნდაც 10 евро რო დააკლონ ან 5 евро ღიურ საფასურს, საბოლოო ჯამში მგონია რომ კარგი დისკაუნტი იქნება. ხო წავალ ცოტა შევჭამე, ლარნაკაში დავბრუნდებით და ლარნაკაშიც კიდევ შევჭამთ და მოკლედ დამღლელი კვირის მერე ესეთი შაბათ კვირის მოწყობა არის ჩემი აზრით ძალიან კარგი და დამსახურებული დასვენება. მოვიწყეთ, მოკლედ ძალიან კარგი დღე გამოგვევიდა. წავედი ახლა და მალე დაგიბრუნდებით.